თქვენი მრავალი თხოვნის შემდეგ როგორც იქნა მოვახვით დავი რომ ჩავწეროთ X-ტერების რევიუ. შესაბამისად ეხლა მივდივართ ნიკასთან. ნიკასთან უნდა გამოვართოთ Pro 4X და მე კიდე მეორე X-ტერა შემოგვიერთება უკვე სტანდარტული და გავტესტავთ ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ამ ორ მანქანას და გეტყვით მოგიყვებით ყველაფერს რას და როგორ ფიქრობთ ჩვენ. აქ ძალიან დიდი მადლობა ნიკას. წავედ. ერთი, ორი, სამი, წავიდა. მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო, მაყურებლებო, პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას, ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. აქვე გთხოვთ ყველას რომ გამოიწეროთ არხი და დღეს გეტყვით ნიკუნა რა ხდება რა ვიდეოს წერთ. იმიხდებით ალბათ. ხო, უკვე ხედავთ, ბევრმა დაგვიწერეთ სხვათ შორის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხოვნა იყო. 2 ცალი ეგზემპლარი გვაქვს. Pro 4X არა Pro 4X. არა, ხო, სხვა რა ქვია. SV არის მე მგონი რაღაც ეგეთი. და მოკლედ, ეხა ჩვენებურად გავყვეთ, მოდი და თავიდან დავიწყოთ და მივიდეთ სიღრმეებში, ხო. დავიწყოთ X-ტერას შექმნის ისტორიიდან რა. 99 წელს გამოვიდა პირველი მოდელი, მაგრამ ჩანაფიქრი ზოგადად ამ მანქანის იყო მთლიანად ამერიკის ბაზარზე გათვლილი. დიზაინიც ამერიკაში შეიქმნა, ანუ იაპონიასთან გარდა იმისა, რომ Nissan-ი არის და Nissan-ის რაღაც აგრეგატები აქვს, ასე ვთქვათ, თვითონ იდეაში და დიზაინში არ ყოფილა. ჩანაფიქრი იყო, რომ უნდა Nissan-ს უნდოდა, ამერიკული Nissan-ს ასე რომ ვთქვათ, უნდოდათ რომ შეექმნათ პირველ რიგში იაფიანი ბიუჯეტური ხელმისაწვდომი მანქანა. ასევე უხეში მოპყრობის უტილიტარული ხმარობ ხოლმე მომწონს ეს სიტყვა და ამავე დროს ხარისხიანი. ნუ ეგ ყველაფერი შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ იდეაში რაც უნდა ვიცოდეთ, როცა ამ მანქანაზე ზოგადად შევეხებით, ანუ ბიუჯეტური უნდა ყოფილიყო და იაფიანი და მე ალბათ გამოჩნდება ეგ რაში გამოიხატება. 99 წელს შეიქმნა პირველი მოდელი, რომელმაც გასტანა 2005 წლამდე, 4 წლამდე. 4 წლის ჩათვლით ასე ვთქვათ. ხო, ნუ პირველ მოდელს მოდი არ შევეხოთ და გადავახტეთ პირდაპირ მეორე მოდიფიკაციას. მეორე თაობას. ფაქტიურად 2004 წლის ბოლოდან 2015 წლამდე გამოდიოდა, სანამ ამის, როგორც ვიცით, რეგულაციები აძლევდა საშუალებას. სულ იყო ორი მოდიფიკაცია, ასე რომ ვთქვათ. ერთი რესტაილინგი გაუკეთეს, ასე ვთქვათ. ხო, ერთი რესტაილინგი გაკეთდა, თუმცა ძრავი ერთი იყო, გადაცემად ყოლოფი იგივე დარჩა. ანუ ფაქტიურად მთლიანი სიცოცხლის უნარიანობის განმავლობაში მანქანას არაფერი არ შეცვლია როგორც ესეთი. გამოდიოდა მხოლოდ 4-დან 0 ძრავით, სხვას ვერაფერს ვერ იყიდით, მარტო 4-დან 0. ერთადერთი სხვაობა იყო კიდე მაინც დავამატოთ. ყიდვას ვინც გადაწყვიტა, დაუკვირდით. ხოლოდ უკანა წამყვანებიც არის როგორც ფორანერები და მართლა უკანა წამყვანი არ შემოგეყიდოთ, იმიტომ რომ გეგონოთ რომ ჯიპია, ხოლოდ უკანა წამყვანი დადის ძალიან ცუდად, იმიტომ რომ წყობილება ისეთი აქვს, რომ წინა წამყვანის დახმარება ჭირდება ხოლმე ესეთ მანქანებს. გადავიდეთ ახლა აგრეგატზე, ხო? გადავიდეთ აგრეგატზე და დეტალებზე უკვე მის შესახებ. ესე იგი წარმოდგენილი გვაქვს ყველა მოდელში 2005-დან 2015 წლამდე 4-დან 0 ძრავი. VQ40. ბატონო, რომელიც ან ძალიან მცირედით თუ შეიცვალა, ძირითადი ნაწილი არაფერი არ შეცვლილა, გეტყვით მე რა შეიცვალა ნელ-ნელა. აქ 271 ცხენის ძალა, საკმაოდ როგორც უკვე აღნიშნეთ, ინტერიერის განხილვისას და მოძრაობისას კარგი ძრავია, ანუ ამ მანქანას სრულიად ყოფნის, მათ შორის 31, 22 და 33 საბურავებზეც მე მეყენა მყავდა ესეთი მანქანა 23 საბურავი და საკმაოდ კარგად ყოფნიდა. ასევე კარგად იტანს ეგრეთ წოდებულ გაზს, ჩვენთან ხშირად კითხულობენ ხოლმე გაზის დგება ძმაო, კი დგება, თხევადის ბუნებრივი ყველაფერი დგება. მუშაობს, იდეაში ბევრი პრობლემა არ აქვს. აქ მცირედი ასე ვთქვათ, ხარვეზები, რომელიც ყველა მოდელს გამოყვა, რაღაცები გამოასწორეს, რაღაცები არ გამოასწორეს. დავიწყოთ ალბათ მაგას საუბარი, ხო? ანუ ამ ძრავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება თქვენ წინაშე არის ის, რომ კატალიზატორები თუ
გადახურდა, გაიბიდნა, მე იწყებს უკან ამოსვლას კოლექტორში და მანქანა ისტუკება. აქ დავამატებ რა, მე G37 მყავდა, იქ VQ37 ძრავია და ზუსტად ერთ-ერთში იგივე პრობლემები ახასიათებს. საქმე იმაშია, რომ ეს კატალიზატორები შეიცავს კერამიკის მცირე ნაწილაკებს და ძალიან ახლოს საყენია ძრავთან, გამშვებ კოლექტორთან და ახლოს ზედამხარესაა. ხო, გამშვებ კოლექტორთან და ეს მტვერი ხდება ხოლმე ეგეთი, რომ გავფუჭებია ძრავი შეუცვლიათ, გაუკეთებიათ და მაინც ფუჭდება და მიზეს ვერ ადგენდნენ. რეალურად ეს არის კატალიზატორის ბრალი, რომელიც აი ეს კერამიკის ნაწილაკები შედის უკვე შიგნით ცილინდრებში და მოკლედ იქ ხდება დაზიანება მექანიკური. ეს ახასიათებს, ამიტომ კარგი საწვავი არის იმის პრევენცია, რომ არ დაზიანდეს კატალიზატორი, მაგრამ თუ კატალიზატორი დაზიანებულია, უკვე ანუ ეს ფიჭები ჩაშლილია, უკვე ხო. ამ შემთხვევაში ანუ შეცვალოთ კატალიზატორი, ან უნდა გამოაყრევინოთ. არ ვიცი ახლა გამოყრის შემთხვევაში გაივლის თუ არა ტექტონოლერებას დღევანდელი რეგულაციებით. ეგ ნამდვილად არ ვიცით. ეგილიათ რაღაცა ან გარხული ან რაღაცა ჩინური კატალიზატორები იყიდება, ისინი დააყენოთ. გადავიდეთ ახლა შემდეგ თავისებურებაზე ამ მანქანის, რომელიც ამ მანქანას 2010 წლის ჩათვლით მოყვებოდა და პრობლემა იყო წინა რადიატორში. ზოგადად რო ვთქვათ, ამ მანქანის გადაცემათა კოლოფები არ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ გაფუჭდეს. საკმაოდ კარგად იტანს ტანჯვას, წამებას და ასე შემდეგ. ოღონდ საუბარი მაქვს ავტომატიკაზე. მექანიკებს აქვთ პრობლემა ის, რომ ძალიან სუსტი გადაბმულობა აქვს, ანუ ყველა მის ეს მანქანა ვისაც ყავს, მექანიკების პრობლემა არის ეგ, რომ ძალიან ხშირად ფუჭდება გადაბმულობა, იმიტომ რომ ამ ხელა სიმძლავრისთვის და ამ ხელა დატვირთებისთვის არ არის ბოლომდე კარგად გათვლილი. მაგრამ მან დავამატებდი, რომ რეკომენდაცია, რომ ხშირად გამოიყენო დამადაბლებელი გადაცემა, იმიტომ რომ მაგ დროს განსაკუთრებით დატვირთვაზე პრობლემა იქნება და ეგ არის. რაც შეეხება ავტომატური გადაცემათა კოლოფის პრობლემებს, ძირითადი პრობლემები, რაც ამ მანქანაზე გამოწვეულია ხოლმე, არის იქიდან, რომ ამ მანქანის ავტომატური გადაცემათა კოლოფის გაგრილება მოთავსებული არის რადიატორში, ან წყლის რადიატორში არის დაბლა ცალკე სექციად. 2010 წლამდე მოდელებს ჰქონდა პრობლემა, რომ ქარხნულად ისეთი კომპონენტი ედგა შეგნით, რომელიც გამოდიოდა მწყობრიდან და რადიატორის წყალი, ანუ ეგრეთ წოდებული გაგრილების სისტემის წყალი გადადიოდა კარობკაში, ერეოდა Z-ში, რაც იწვევდა კარობკის გაფუჭებას. მაგ პრობლემის მოგორება ძალიან მარტივად ხდებოდა, უბრალოდ ცვლიან რადიატორებს ძველ მოდელებზე და აყენებენ ახალი მოდელების 2010-11 წლიდან უკვე თვითონვე გამოასწორეს, შიგნით ლატუნის გადამებითაა და ეგ პრობლემა გვარდება და გადაცემათა კოლოფი იდეაში ახლა ყველაფერი შეიძლება გააფუჭო, მაგრამ ნორმალური მოხმარების პირობებში ზეთი რომ შეუცვალო და შემდეგ დაასერვისო არაფერი არ უნდა მოუვიდეს ჩვენი მოხმარების პირობებში, ჩვენ როგორც ხმარობთ. კიდე ერთი თავისებურება, აი რაც აი ამ ადგილში ტრიალებს, არის აი ეს, არ ვიცი ხა იქიდან ჩანს თუ არა. აი აქ ხედავთ, აყენია რეზინის ეგრეთ წოდებული კრანი და რა ქვია მაგას, გადამყვანი, ანუ ტრიუგოლნიკი თუ რაღაცა უბედურებას აძახია. პრობლემა რა არის, რაც ბევრ მანქანას მოსდის ხოლმე სხვა მანქანებსაც. ეს არის გათბობის მილები, რომელიც შედის შიგნით სალონში, სალონის პეჩის რადიატორში, ეგრეთ წოდებული გათბობის რადიატორში და აქედან ხდება ცირკულირება. დროთა განმავლობაში პლასმასი ხევდება, რა ვიცი, ხევდება არა, დროთა განმავლობაში ან ყდება, მოკლედ ყდება, იწყებს წყლის გაშვებას და შეიძლება მიხვიდეთ იქამდე, რომ ზრავი გადაახუროთ წყლის გაშვების გამო. ამაში ამერიკაზე არის, მე მქონდა ჩემ მანქანაზე გაკეთებული, სპეციალური ლატუნის გადამყონები იყიდება, ერთხელ დააყენებთ იმ ლატუნისას და ცხოვრებაში ეგ პლასმასი არსად აღარ წავა. ჩემ მანქანაზე ხელი რომ მოვკიდეთ, ესე გამოვიღეთ. ხელი უბრალოდ მოვკიდეთ, რა შვება, როგორ არის თქო და ჩაგვატყდა ხელში, ასე ვთქვათ. ძირითადი, არ ვიცი, რაც შეიძლება და გვეთქვა ამ მანქანაზე ეგ არის, ანუ კიდევ ვთქვათ 4x4-ზე სისტემის შესახებ, ანუ არის ძალიან მარტივი სისტემა. დანა 44 აყენია სხვათა შორის. მე უკვე კომპლექტაციების გახსნას ვსწავლობ, მე გავია. ახლა გაკმინდე ხმა. ახლა ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ ამ მანქანას არა აქვს რაღაცა Pajero super selectivit ან რაღაცა Toyota-ს რო აქვს, რომ წინა ხიდს რო ჩართავ ცენტრალური ხიდი არ ებლოკება, არა. მექანიკურად ხისტად, როგორც კი ჩართავთ 4x4-ზე და ცენტრალური ხიდის ბლოკირება დაბლოკილია. ეგრეა Forerunner-ზე. კი, Forerunner-ზეც ეგრეა, ანუ. მარტივი. Alcos Forerunner-ზე არ არის ეგრე, იმას აქვს super selectivit, Hilux უბრალოდ სისტემა. კი ბატონო, მარტივად ყველაფერი მუშაობს, ანუ დამადავლებელი გადაცემა აქვს, თავის საქმეს 5-იანზე აკეთებს, traction-ი აქვს, თავის საქმეს 5-იანზე აკეთებს, ახლა დღევანდელი ვიდეოებიდანაც ნახავთ როგორ მუშაობს. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ traction-ი ამას არ ეთიშება. მაგრამ ნუ არ ვიცი, მაგას რაღაცნაირად შევეგუებით. კი ბატონო, ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მოდი კომპლექტაციების შედარებაზე. ეხლა მოდი გავყვეთ უშუალოდ კომპლექტაციებს, ეგრეთ წოდებულ თრიმებს და დავიწყოთ საბაზისოდან არა, საბაზისოს არ განვიხილავთ. საბაზისო არის უკანა წამყვანი და მაგას არ ვეხებით. ეგ არ გვაინტერესებს.
კაი, ამ შემდეგი მაგის შემდეგ კომპლექტაცია არის უკვე ეს 4-4-ზე პირველი მოდიფიკაცია, რომელიც არის 4-4-ზე საბაზისო მოდიფიკაცია და აქ ყველა ის ძირითადი საჭირო საშუალება, რაც შეიძლება 4-4-ზე მანქანა ჭირდება. აქ რამა დავიწყოთ. რამა არ არის აუც. კაი, მაგრამ გვაქვს. რატო არა? გვაქვს რამა პლუსი არის. გვაქვს წინა ხიდი, რომელიც ცენტრალურად იბლოკება მექანიკურად ჩართვის შემთხვევაში და გვაქვს დამადავლებელი გადაცემა თავის. აი, დამადავლებელი. ეგ არის მთავარი. ტრექშენიანად. აქ სტაბილიზაცია კიდე ზემოდან. ტრექშენი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რა არისო და მოდი ბარემ აქვე უცებ კიდე ერთხელ ვიტყვი, ანუ არის ელექტრონული სისტემა, რომელიც მანქანას ეხმარება რაღაცა რთული დაბრკოლებების გადალახვაში, ანუ რომელიმე საბურავი იქითა თუ აქეთა თუ დაინახა მანქანის სისტემა რომ ბუქსაობს, იმ საბურავს გააჩერებს და ძალას გადაიტანს მეორე საბურავზე, სადაც უფრო მეტი მოჭიდება არის, რომ გადალახოს კონკრეტული წინაღობა. ეგ არის ABS-ის სისტემის გამოყენებით, როდესაც სენსორი ხედავს, რომ ცალი თვალი უფრო სწრაფად ბრუნავს ვიდრე მეორე იმპულსს აწვდის მართვის კომპიუტერს და მართვის კომპიუტერი ტორმუს უშვებს რეალურად ხო, ანუ სამუხრუჭე ხუნდებით ხდება ამის რეგულირება. კარგად მუშაობს, კარგი სისტემა, დატესტილი გვაქვს ბევრგან, დიაგონალებზე იდეალურად მუშაობს და რა ვიცი ხა, დიდად ხიდის ბლოკირების დანაკლისი დიდად არ გექნება და რა თქმა უნდა ბლოკირება ჯობია, მაგრამ ხო, ესეც შეიძლება. ერთი რაც შეიძლება ითქვას ამ მოდელებზე, რომ რადგან საბაზისოდ იყო აღებული პიკაპი, მე მგონი, ამ მანქანებზე ამის თავისებურება არის კიდე ის, რომ უკანა დაკიდების სისტემაში აქ რესორები ეგრეთ წოდებული. ყველასთვის არასასიყვარულო რესორები. ხო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ხო, მარტივი სისტემაა რეალურად, მაგრამ ნუ თავისი პლუსი მინუსებიც გააχνებს. ხო, რაც საკმაოდ ხის ხსნის ამ მანქანას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ აქ უკან რესორები. შეგვიძლია ახლა გადავიდეთ ნელ-ნელა Pro 4X-ისკენ, რომელიც აგერ გვერდზე გვიდგას და ახლა დაგანახებთ უშუალოდ კარგად სხვაობებს თუ რა სხვაობაა Pro 4X-სა და ჩვეულებრივ 4-4-ზე Xterra შორის. ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, მე მგონი ეგრევე ვიზუალურად ხედავთ სხვაობას, აი ზევით აქ უკვე დამატებითი off-road მაშუქები, რომელიც ღილაკით ირთვება სალონიდან. ღილაკით ირთვება, როდესაც შორ მაშუქს რთავ, ხო? ხო, რაღაცა ეგეთი კომბინაცია. აქ ეხა ამ შემთხვევაში ამას აქვს დაბლა სანისლეფარები, ამ მოდელს უბრალოდ პლასმასი აქვს. და ეხა უკვე შეგვიძლია უშუალოდ შევეხოთ უფრო ღრმა მოდიფიკაციებს რა სხვაობაც არის ამ მანქანასა და ტექნიკურად რა ხდება შიგნით. დაკიდებით დავიწყოთ. დგას სხვა დაკიდების სისტემა, ოდნავ უფრო აწეულია, იმიტომ რომ ამ მანქანაზე დგას 1 ინჩით მაღალი საბურავები, ანუ როგორც ვეძახით ხოლმე, ამაზე დგას 30 ნახევრიანი საბურავი სტანდარტულად, ამაზე დგას 32-იანი. ნუ 1.5-2 ინჩით მაღალი არის. ანუ 265-75 16-ზე დგას ქარხნულად, 265-75 16-ზე დგას ქარხნულად. სად დაიმახსოვრა ეგენი? ეგენი ვიცი, მაგის მეტი რა ვიცი. ხო, დაკიდების სისტემა კონკრეტულად ამ Xterra-ებს მოყვება ბილშტენები 4100 რაღაცა ვერსია არის, არ ვიცი ხა. დიდად სიბრწყინვით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ქარხნული დაკიდების სისტემას ჯობია თან ოდნავ უფრო მაღალი. უბრალოდ უფრო მაღალია, კი. უკან რესორი ერთ და იგივეა? რესორი ერთ და იგივე. ხო, რესორი ერთ და იგივე. და ოკეი, კარგი. შემდეგი გადავიდეთ ხიდები. კი ბატონო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა ამ ორ მანქანას შორის არის ზუსტად ხიდები, კონკრეტულად კი უკანა ხიდი. ამ ვერსიაში დგას დანა 44-ის ხიდის ანალოგი M226 ხიდი უკან, რომელიც არის ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მეტ დატვირთვას იტანს და პრობლემები ნაკლებად ექნება დიდი საბურავის დაყენების დროს. ამ მანქანაზე დგას ეგრეთ წოდებული C200 ეძახიან, ხო, ვინც იცის ეს მანქანები უფრო დეტალურად იციან, სტანდარტული ხიდი, რომელიც არის უფრო პატარა და უფრო სუსტი და უფრო საშიშია, რომ შეიძლება გატყდეს. შესაბამისად, ამ მანქანაზე რო დგას უკან დანა 44 ხიდი, ქარხნულადვე მოაყოლეს ელექტრონული ხიდის 100%-იანი ბლოკირება, რომელიც ასევე ირთვება ღილაკზე, რომელიც წეღან ვიდეოში გაჩვენეთ და ჩადებული იქნება ნახავთ როგორ ირთვება. რაც შეეხება წინა ხიდი ორივეს ერთ და იგივე აქვს, ზოგადად გავრცელებულია რომ სუსტი წინა ხიდები აქვს. ჩემი პრაქტიკიდან მე მაგალითად რა ვიცი, ამ მანქანაზე წინა ხიდი არსთან გამიტეხია 33-იან საბურავზე ნორმალურად თუ ატარებთ, არ ამგონია რომ სადმე მოხმარებაზეა ზოგადად წინა ხიდი ძალიან დამოკიდებული. და გადავიდეთ, ალბათ გავაგრძელოთ უკვე სხვა სხვაობებზე, ხო? ანუ სხვაობა რა არის კიდე? რაც უშუალოდ აი off-road და ექსპედიციას ეხება. დაბლით ამ მხრიდან ამ მანქანას მოყვება ქარხნული დამცავები, ანუ რკინის დამცავები. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე, დამადავლებელი გადაცემაზე და ბაკზე. აქ ქარხნულად გათვალისწინებული დამცავები, აუზზე. ეხლა უბრალოდ შპარგალკას ჩავიხედები.
კიდე რა არის, რამე როგორ გამოხჩეს. გვერდით აისინი, პროსტა აქ პირიქით აყენია. ამას არ ხო, კარგად შო. ანუ იმას უყენია გვერდით აპაროგები, ამას არ უყენია და იდეაში ეგაც ხომ ის არის. ხო, სხვაობა არის კიდე იმაში, რა ქვია, მნიშვნელოვანი. ხო, ტექნიკურად კიდე ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ მანქანას შორის არის ის, რომ გადაცემები ამ მანქანას აქვს სხვა. რაც უგზოობისთვის ისიც გადაცემა რამდენს ნიშნავს. ანუ ამას უფრო კარგი გადაცემები მოყვება, რომ დიდი საბურავი მარტივად აიტანოს, ვიდრე ამას. ეხლა ალბათ რომ გადავიდეთ უკვე ინტერიერის ნაწილზე, ინტერიერი ვითი გამოირჩევა, სხვაობა არის ის, რომ აქ ტყავის მოდი გადავიდეთ, თან ვანახოთ. ანუ ეს გვაქვს უბრალო მოდიფიკაცია, ისედაც მარტივი სალონია, იქ ეტყობა, ანუ აქ აშკარად ბევრი დრო ენერგია არ დახარჯეს, თავარია ფუნქციონალურად ღილაკი გვაქვს. კარი იხსნება, მორჩა. და რაღაც ყურადღება გავამახვილოთ 3D საფენებზე, რომ ჩაოლებრივი არ გეგონოთ 3D არის. ეგრე აწერი. კარბონის არის მე მგონი. და მარტივი სავარძლები, არაფრით გამორჩეული, სიმაღლის რეგულირება არ აქვს, მხოლოდ საზურგის რეგულირება გვაქვს. ეს არის, რავი, არც ღილაკები, არაფერი, ეს არის რა. მეტი რა გინდათ არ ვიცი. უკან მერე ჩავჯდეთ. უტილიტარული მანქანა. მოდი ახლა შევხედოთ აქედან რა შეიცვლება. გვაქვს ყველაფერი იგივე, ფაქტიურად. ეს არის იგივე, ხა მე სავარძლის ზედაპირი გვაქვს შეცვლილი. როგორი ის მიყვება, წითელი ეგრეთ წოდებული სტროჩკა. აქ შეხედეთ რა ხდება. Pro 4X off-road. რა ვიცი, საჭეზეც იგივენაირად, ანუ უდიდესი სხვაობებია მე თუ მკითხავთ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა არის აუდიო სისტემა, რომელიც იმ მანქანაში არ გვხვდება, ქართულად არის Rockford-ის აუდიო სისტემით, რომელსაც მოყვება საბუფერი და ხმის გამოძიებელი ბევრ დინამიკთან ერთად. მოვედით ჩემი სახელობის აღმართზე, ვარკეთილში, ძალიან რომ მიყვარს მე ეს ადგილი. ესე იგი ვიწყებთ სტანდარტული X-ტერით. ეხლა ვცდით პირველი აგერ დიაგონალებიან აღმართს. ძალიან ცუდი ზედაპირია და ის ადგილას არ ავართო ვიღაცას დავეცეთ მე თავში. ჩავრთავ ეხლა დამადავლებელ გადაცემას. ხიდები ჩართულია და შეუყვები აი აქეთ ეხლა იქით დაგანახეთ მე ნიკა დიაგონალებიან აღმართს და მე მეორე მანქანით ვცდით იმას უკვე უკანახელის ბლოკირებაც აქვს და შევხედოთ რა სიზავს. მე გამოჩდება უკვე რა იქნება საქმეში. კაი, წავედით. კაი, ამ მანქანაზე გვაქვს სტანდარტული ზომის ზამთრის საბურავები და ვცდი ეხლა აქეთა დიაგონალებზე ასვლას, აბა ნახოთ რა სიზავს. ხო, ტრექშენი სტანდარტულად აქვს, ამასაც არც ეთიშება. შესაბამისად, თავის საქმე უნდა გააკეთოს. ხო. ერთი დიაგონალი გადმოვიარეთ, მეორე დიაგონალიც გადმოვიარეთ და ახლა უნდა მივცეთ საშუალება, რომ ტრექშენმა იმუშაოს. ვეცდები რომ შედარებით დაბალი რუნი დავიჭირო. დავედით ნელა-ნელა, მაგრამ ისე მიდის რა ქვია. თავარია უკან ჩასვლის დროს რაღაცას არ დავეცით. აბა ნახოთ ნელა-ნელა. მოეჭიდოს. ხო, აი ხა ესეთ ზედაპირზე ზამთრის საბურავი ჯობია თუ არა ზამთრის ეგ უკვე არ ვიცი. აბა ცოტა დიდი გაზით. აჰა. ეხა ზევით ასვლის მეშინია, იმიტომ რომ იქიდან შეიძლება მაგრამ მოწყდეს და ამიტომ ნელა-ნელა ჩავალდაბლა. ჩვენი მანქანა რო იყოს გავრისკავდეთ ფარა. სხვის მანქანაზე არ გირს ეხა. ეხა იგივე ადგილას ვსადოთ Pro 4X-ი და უკანა ხიდის ბლოკირება, აბა რა სხვაობა იქნება. ოღონდ რა არის, იცი, იმაზე რომ უკანა ხიდის ბლოკირებას ვსთავთ, ტრექშენი ეთიშება. და რჩება ტრექშენის გარეშე. ხო და ნახოთ აბა რა სხვაობა იქნება. ეხა ვართ კონკრეტულად Pro 4X-ში. ვართ სრულიად ეგრეთ წოდებული buy-away რეჟიმში, ანუ საბრძოლო რეჟიმში და ჩართული გვაქვს ყველაფერი. ანუ ამ მანქანას აქვს უკანა ხიდის ბლოკირება, ეს deflocks რო ანთებს აქვს. ვითლად. ეგ ნიშნავს, რომ უკანა ხიდის ბლოკირება ჩართულია. რო ჩართავთ უკანა ხიდის ბლოკირებას, დაიწყებს ციმციმს. არ დაგავიწყდეთ არც ერთ შემთხვევაში, რომ სანამ არ ჩარქრება ციმციმი, უკანა ხიდის ბლოკირება არაა ჩართული. ოდნა უნდა გაატაროთ, რომ კბილანები ერთმანეთს ჩაჯდეს წინა მხარეს, ან უკანა მხარეს, რომ დაიბლოკოს. რო გამორთავოთ ბლოკირებას, მერე უკანა მხარეს უნდა გაატაროთ, რომ მარტივად ამოვარდეს. ეს მარტივი რჩევა ჩვენგან. კაი, ეხლა წავალთ უკვე გადავიდეთ. საინტერესოა, იმიტომ რომ ტრექშენი გათშვილი აქვს. მხოლოდ უკანა ხიდის ბლოკირების იმედზე მივდივართ. აუ, ძალიან იქნებს. ამ საბურავებზე ასაკი სააქ რა ქვია. ძველი აქვს და არა, ტრექშენი წინა მხარეს ახმარს მაინც რაღაცას.
ვა. საინტერესოა. აი, აბა. სადოთ ცოტა იმით რა ქვია. ხო. მეტი გაზით წამოვალ, ეხა აბა ინერცია ნახოთ რა სიზავს. ხო, ეს საბურავები ედარებით მეტი ინერცია, ოღონდ მანქანა რო არ გავაფუჭოთ ისე. მიზანი არის რომ იქამდე მაინც მივიდეთ, სადაც მეორე X-ტერასი ვიყავით ასულები, რომელსაც ეკენა ზამთრის საბურავი, მაგრამ ჩვენი მიზანი ვერ გამოდის. არც დაბალი გაზი შველის, არც მაღალი გაზი შველის, არც შელოცვა შველის. აბა აქეთ ავიღებოდნაო. აი ესე. ნუ არა, მე მგონი ტყილა ვაწვალებთ. ჩავედით დაბლა. აუ, რა ცუდი ჩასასვლელია, ბიჭო. შარი რო არ მოგდოთ, ეხა მაინც ვთვი, პირველი აი აქ ჩემ წინ ვეგრევე აღმართი არის დიაგონალები, სადაც არის გაუკვალავი, ანუ არც ერთ მანქანას არაა გავლინი. მე რო არ გითხრათ, რომ იქ გავლილი იყო, დათხრილი იყო, ვეღარ მოეჭი და ამავდროულად. ამიტომ წავალ ეხა და ვატაკე ვეგრევე აი ამ აღმართსა. ნახოთ აბა რა გამოდის. სულ აქ უფრო მეტი დიაგონალებია სხვათა შორის. აბა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მხელა სხვაობაა? ხო, არ ვიცი, ტყილა ვაწვალებთ მე მგონი რა. ოდნავ ინერციით წავალ ხა. ხო რა, როგორც კი დიაგონალს იყიდებს, მოკლედ საბურავს აღარ ყოფნის იმის საშუალება, რომ ჩამოვიდეს. ეხლა ვეცდები ნელა-ნელა ყნარად ვშვიდათ, არაფერს არ დავეცე. განსაკუთრებით არ მინდა რომ დავეცე მეორე X-ტერას. აი, ეხლა მოდი პრაქტიკულობად ნახოთ, რეალურად წინ შენ ზომაზეა სავარძელი გასწორებული. დიახ. იდეაში მე რო ჩავჯდე, დიდად არ მგონია შენ ისე უკან ზიხარ ხოლმე. ეს თან უნდა შეკვა მე რა ცოტა ადგილი ყოფილა. აბა ნახოთ. ვა. ანუ უკან რო გითხრა სასიამოვნო, სხვა შორის უნდა აღინიშნოს, რომ მანქანა საკმაოდ პატარა, მიუხედავად იმისა, რომ ეხა შეიძლება ქალაქის მოძრაობისას რაღაც მასიურად ჩანს. 4.5 მეტრია სულ რაღაც სიგრძეში, რაც ძალიან პატარაა დღევანდელი სტანდარტებით რა. ფაქტიურად ფიტია რა, ფიტი. ანუ ხო, ანუ აი C-კლასის სედანები, მესამე სერია, იგივე Mercedes C-კლასი არის უკვე თითქმის 4.6, 4.7, 4.8-მდე, ხო, მე მგონი რაღაც ეგრეა უკვე და საბარგულიც ნახოთ. ნახოთ აბა, ოღონდ არ ვიცი. ხო, შორის აი ესენი აქვს ძალიან მაგარი რა, ესეთი რაღაც. ჩამოსადები რომ მარტივად ახვიდეთ იმაში, ჭერში. საბარგულიც ახლა დიდი არ არის, იმიტომ მაგრამ პატარაც არ არის ახლა რა გინდა. ანუ ხო, ზომიდან გამომდინარე ვიძახი რა, იმიტომ რომ ზოგ მანქანაში საერთოდ ვერ წვდები ბოლომდე. ისეთია, პლასტიკისგან არის გაკეთებული, ანუ უხეში მოპყრობისთვის გათვლილია. ქვემოდან გვაქვს დამატებითი საბურავი, აქ არ გვაქვს ესე. არა, ქვემოთ უნდა იყოს. ხო, ქვემოდან იქნება. დიახ. აქ რაღაც პატარა სათავსოა. ასეთი კოხტა მარტივი. ხო, ერთი თავისებურებაა რომ უკანა აქ რკინის ბამპერი შუაში. არ ვიცი რა თქონდათ ეს რკინის ბამპერი, მაგრამ ეგრე გავაკეთე. ეს მეტალი. დიახ, მეტალია კი. და გადაობა ის არის, რომ აი აქ ქარხნულად მოყვებოდა პირველად დახმარების ის. კი, first aid kit. ეგ Toyota-ებსაც აქვს გადაობა რა არის მაგაში. Toyota-ებს ესე პირდაპირ? კი, ჩემ მანქანა Prado-ს აქვს. ჩასადები აქვს პირდაპირ. რანერებში არ არის. ხო, მაშინ შენი გადავა მე არ ვიცი. ხო, ერთი რაღაც აღნიშნა და გვავიწყდა და აგერ ხა მარტივად ვიტყვი, დისკები არის განსხვავებული ამ ვერსიასა და ანუ Pro 4 ვერსიასა და ჩვეულებრივ ვერსიას შორის. გადმოვინაცვლეთ ახლა სალონში და მოდი დავათვალიეროთ სალონი, ახლა ვართ Pro 4X-ში მოდიფიკაციაში. გიო გითხარი ახლა რას გრძნობ, როგორია სატარებლად? ხო, ანუ რა შეიძლება ითქვას? დრაუზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მოყვება, ანუ არ ჭირდება სატელეფონზე კარგად დაჭერა, მაგალითად რაც Forerunner-ებს, ბენზინებს ჭირს და JX.
ბოლომდე უნდა ჩახვიდო რაღაც რეაქცია გქონდეს. საკმაოდ კარგი რეაქცია აქვს. მათ შორის ძრავიც ამ მანქანას საკმაოდ კარგად ყოფნის, ანუ 4-დან 0 არ არის პატარა ძრავი, რომ ვერ მოერიოს, თან მithumetes მანქანის წონაც ძალიან დიდი არა. სამოძრაო რეჟიმში არ ვიცი რა გითხრათ. ნორმალურია, მაგრამ ამ მანქანის პრობლემა მთავარი ყველამ უკვე კარგად იცის და ჩვენც კიდევ ერთ ფაზი უნდა გავუსვათ. პირადად მე რაც არ მომწონს არის უკანა მხარე. იმიტომ რომ უკანა მხარე არის რესორებზე და საკმაოდ იგრძნობა აი ქალაქში მოძრაობისასაც კი საკმაოდ იგრძნობა უკანა მხარის კვეთრი და რაღაცა მკვახე დარტყმები ასე ვთქვათ. იმიტომ რომ გადადიხართ რაღაცა უგზოობაზე ან ეგრეთ წოდებულ ორმოში არტყავთ. აი შეგრძნება მოდის. არ ვიცი, შენ შეიგრძენი უკვე ყველაფერი როგორ იმაშობა. დანარჩენი სამართავად საკმაოდ ნორმალურია და არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით, მithumetes ავტომატიკაა. ეხლა გადასარევი ავტომატიკა არა რაღაცა გერმანული მანქანის 800 სიჩქარიანი არა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. მეტი ამ მანქანას არ უნდა მოთხოვოთ. რო დააჭერთ კიკდაუნსაც ხსნის და სიჩქარეებსაც ნორმალურად თავს. ერთ-ერთი მინუსი ეხლა რასაც მე ყველაზე მეტად ვაქცევ ყურადღებას არის ეს დაკიდების სისტემა და უკანა მხარე. ძალიან მინიმალისტურია, ძალიან მარტივად არის გაწყობილი უბრალოდ ეს ინტერიერი. კლიმატ კონტროლი არა აქვს. აქვს უბრალოდ ესეთი მარტივი კონდიციონერი, სითბოს სიცხე, როგორც გინდა. ხო. ეს მარტივად, ჰაერის რეცირკულაცია ჩართო გამორთო. წინა მინების და უკანა მინის დაურთქლება რომ უცებ ოდიში ჩავეჭერები. ჰაერის რეცირკულება ვერ ჩართე, იმიტომ რომ ამ პოზიციაში არ თავს ვისაც ექსტერები ყავს ეს გეცოდინება. არა, ყველა მანქანაზე ეგრეა. ყველა მანქანაზე ეგრეა რა, ჩემთან ირთვება. ჩემთან არ ირთვება. ჩემთან ირთვება. მაშინ ცუდი მანქანა ყავს. აქ ეს ჩართვა ხიდების, აი ეს არის განსაკუთრებული ღილაკი, უკანა ხიდის ბლოკი, რაც განასხვავებს. აქ ერთი აუქსი გვაქვს, რომელიც ალბათ გამოყენებელი იქნება. ესაც ეს დაშვება დაღმართზე. ვითომ ტრექშენის გათვლა, ტრექშენი არ ითიშება ბოლომდე. მარტო სტაბილიზაციის კონტროლი ითიშება, როგორც ძველ JX-ებზე არის 470-ებზე და Forerunner-ებზე და ასე შემდეგ. რეალურად ეგ არის რა, მეტი ხა ისეთი ლუკი არა გვაქვს, პროსმა. მე არ ვიცოდი, თუმცა არც ერთ მოდელში ზემოთ ლუკი არ გვაქვს. ანუ მეც დავამატებ, არ გვაქვს და არც გჭირდება. არც გჭირდება. ეგეთი მიდგომით მუშაობთ დღეს. თუ რამე ამოვჭრათ. დანარჩენი ესეთია რა, ხო, სკამები სხვა შორის ცუდი არ არის. თან ნაწილობრივ ეს პერფორირებულია. ცოტათი მაღალი ჯდომის პოზიცია აქვს, რაც მე არ მომწონს, ანუ არ რეგულირდება ამას ვიძახი და ანუ აი ამ ადგილას ვიყურებია და ცოტათი არასასიამოვნოა, მაგრამ თვითონ ჯდომა ნორმალურია. თუმცა ამას გავლენა ექნება უკანა მგზავრებზე, იმიტომ რომ უკანა ადგილი მართლა ცოტაა. კაი, ეგ მე ვნახოთ. საჭე ნორმალურია თვითონ ისე აი. ხო, ესაც ისა ტყავი არის და ეგრეთ წოდებული არის სტროჩკას ქართულად რა. მაგრამ ეს G35-შიც ესეთი საჭე იქნება მე მგონი. ესეთი საჭეები დგასკი. ანუ იგივე Z350-ში მაშინ კაი საჭე იქნება. სიმართლე გითხრათ მე არ მომწონს ესეთი ფორმა საჭის, მაგრამ თავის ფუნქციას ან საბურავებს უხროს. რაოდენად ანუ გაუცდეთ თავის ფუნქციას ასრულებს. აი აკოს მანქანაზე როა საჭი ბოდიში ჩავეჭრები ეს რაღაცა ძალიან. აი ეგ საერთოდ Toyota-ს მოიგონა და შექმნა არის. აი მაგას ერთი 300 ჯერ მინიმუმ ჯობია. აუღნიშნოთ რომ საჭე საკმაოდ ესეთი კუთხით დგას, Wrangler-ებში წესია ხოლმე და ანუ უფრო სპორტული სტილის მანქანებს შეეფერება. ანუ რეგულირება აქვს ეს და რეგულირება. ხო, მაგრამ მე მომწონს აი ესე. ისეა რა. უბრალოდ შენ ზემოთ ზიხარ, ანუ შენს ქვემოთ უნდა იჯდე წესი. აი გადმოვინაცვლეთ ეხა არა Pro 4X-ის ინტერიერი აქვს სხვათა შორის ის გვაქვს რა ქვია. პატარა დისპლეი გვაქვს, Bluetooth-ი არა აქვს. მუსიკებს ვერ გაუშვებთ. ინტერიერი ეს კიდე განსხვავებულია, ინტერიერი კი არა და მონაცემთა დაფა, ხედავთ განსხვავებულია. ამასობას ჩავდივართ ქვემოთ, პატარა დაღმართია. ესეთი დანარჩენი ფაქტიურად. იქ აუქსი იყო და აქ ორივეგან გვაქვს ეს დენის მიმწოდებული, არ ვიცი რა ქვია ამას, აი ეს ნაწილი ცოტათი განსხვავებული გვაქვს აქ.
დანარჩენი ეს პატარა სათავსო, ასე შემდეგ. მეტნაკლებად იგივეა, აქაც იგივე გვაქვს, ლუკიც აქაც სტანდარტულად არა გვაქვს. ეს გამარჯობათ. კაი, აბა ვნახოთ, ეხლა ცოტათი ისეთი ადგილია, ამოსულები ვართ ეხლა. თუ დაიძვრება. ჯერ Pro 4X-ი, აქ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ Pro 4X-ზე მაინც და მაინც კაი საბურავები არ დგას, გუდრიჩების AT-ებია, სუპირველი გამოშვება. საკმაოდ უკვე მოძველებული საბურავია, ამიტომ რეალურად აქ მანქანა არაფერ შუაშია. ამ საბურავებით თან ეხა დაშვებულიც არ არის. მან ცოტა მომენტი აიღო. თან ჩანს როგორც მუშაობს ტრექშენი. საკმაოდ ჩქარა ერთება სხვათა შორის. ეს ელექტრონული დამხმარე საშუალებები. ახლა დაინახეთ, როგორ ერთი მომენტის აღება უკვე საკმარისი იყო, რომ დანარჩენი გააგრძელა მანქანამ. ოპა. უკან უნდა გახვიდე, წინ ვერ გახვარ. აი ხა გაქვს შანსი, რომ გაასწორო და მომენტით ამოიგდო თავი. აი ძალიან არ დამაცუროს. არა, უკან. არა, ხო? ჩავრთა უკან ხიდის ბლოკირებას. ანუ უკან ხიდის ბლოკირება ამ დროს არ უნდა ჩართოთ. ზოგადად. ბლოკი უნდა ჩართოთ, სანამ დაბრკოლებაში მოხვდებით. თუ დაბრკოლებაში უკვე ჩავარდით, ბლოკის ჩართვა არაფერს არ იზავს. აბა, კარგად იყავი. არა Pro 4X-ი, ოღონდ ზამთრის საბურავებით. და წესით აქ ისეთი რელიეფია, საერთოდ უნდა გაუჭირდეს. ერთად ნახოთ. მაგრამ რეალურად ამ ვიდეოდანაც ჩანს, რომ საბურავები რამხელა მნიშვნელობის არის, რეალურად ერთადერთი წყაროა მოჭიდების, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავებს საერთო ჯამში. აი ესე მარტივად საერთოდ გაუშვით სამაშველო ეკიპაჟი, უნდა მოიტანოთ საბუქსირეს ტროპა და ამოვიდნენ, რომ ამომათრიონ აქედან მე. აი ესე მოვიდიოდი და დამოცურა იქით. ეს ჩააგდოს. ამასობაში ეს ჩვენი რევიუს ვიდეო გადაიზარდა სამაშველო ვიდეოში, იმიტომ რომ ეგ ჩავეძნეყვე და ჩამოცურა და მე ბუქსაობით კიდე უფრო ჩამასურა და ეხლა გავაჩერეთ იქ, სადაც გავაჩერეთ. იდეა იყო რომ უკიდე დამოგვეყანა, მაგრამ ამასობაში გამახსენდა კიდე ერთი მინუსი X-ტერასი. გააკეთეს მანქანა, რომელსაც უნდა ეარა ოფროადზე, ოფროად პაკეტია, Pro 4X-ია ეს. დიდიც ეხა აი აქ ვიმყოფებით და არ გაუკეთეს უკანა საბუქსირე. ტიგრები ხართ, ნისანო. აი ხალხი ხართ, რატო უნდა უკანა საბუქსირე, ვინ უნდა დაიბას ბიჭო უკიდან ეს მანქანა. ასე რომ წინა მხრიდან გვეყოლება ეხა ეს მანქანა ამოსაყვანია. გამოჩნდა პირველი მერცხალი. გამოჩნდა მეორე მერცხალი. მოვიდა მაშველი, ვინ არის საშველი? აი საშველი. ჩაურთეს იქ ხიდები, შმიდები, რავი, ამე მიდი. აბა ნახოთ ეხა ზამთრის საბურავი კარგად ამოვა თუ გუდრიჩი. ოღონდ ეს ნიკოლაუსა, ვა! ნიკოლაუსა რალი ედიშენი გახდა ისევ. ვა, ნახეთ რა კადრი დავიჭირე. ვა, ნახეთ. რა კადრები მაქვს. ერთო ჩემო. მოდი ბიჭო, მოდი. აბა თუ დამხაჩავს ერთი ზევით მაგასაც ვნახოთ. ოპერატორად ისევ გამოვიყენებთ მეორე X-ტერას, სოფიას, ჩემძმას, ტრიპოდად დავდგავთ აქ. ორი გახარებული აქამდე რომ მოვიდა. გააჩერი, კარგი ხო. აქეთ ამხარე მობმულია. ნიკოლაუსა soft ჩაკლებს იყენებს. განვითარდა. კინები გადაყარა. გაგვისვეწყდა.
და გადავიდა იმეებზე, სოფტებზე. აი, გავუკაჩო. ხო, რომ ვინმე რო იცოდეს, იქტერას წინა მხარეს აქ, მარტო იქითა მხარეს საბუქსირო, უკან არა აქვს, კი ვთქვი. მიდი გეტყვი ნიკალ. ნელა, ო! მიდი დადი ნელა. მოიცა ნელა. დადი მიდი. უკანა მხარე არ ჩამოვარტყა. აი, ნელა. ნელა. ჩამოვდეთ ხო? ოდნავ წამოვედო აღარ შე. მიდი. კაი. ამასობაში ატრიალებს გიორგი. ნელ-ნელა უკვე ცოტა დათბა და თოვლიც გადნა. ამ ისეთი ყინვა აღარ არის, ასე რომ ვთქვათ. აი, ესე დავდგებით ახლა. 2x ტერას შორის ვართ. 2x ტერას შორის ვარ და თავარზე გადავიდეთ ახლა. ჩვენ თემატიკაში, ჩემი პროფესია რაცა. ხო, ჩვენ თემატიკაში მომზადება საოფროუდოდ არ ვიტყოდი, საექსპედიციო. ჩვენ უფრო ექსპედიციებს ვაწევით, მაგას ვერ დავარქვეთ მძიმე ოფროუდს, მაგისთვის არ არის ეს მანქანები შექმნილი, თუმცა შეგიძლიათ მოდიფიცირება გავუკეთოთ, მაგრამ ბევრი ჩარევა ჭირდება. აი, ახლა საქმეზე ძალიან ბევრი ვალვიროპალაკოს შორს არ წავიდეთ. ორივე მანქანა, ანუ ესაც და ესაც საკმაოდ მარტივად მზადდება, ანუ საექსპედიციო დონეზე 5 სანტიმეტრის აწევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ მარტივი ლიფტ კიტები იყიდება, წინ სპეისერები, უკან არის სპეციალური, მე ჩაგიგდებ სურათს და დაადე ვიდეოში. დაგრძელებული ყური არის რესორის, რომელიც უკანა მხარეს იზრდება ლიფტს, მე ეგრე მქონდა დალიფტული უკანა მხარე, წინა მხარეს ამორტიზატორები მეყენა უფრო მაღალი. ანუ ძალიან შეცვლილი გქონდა. კი, ამორტიზატორების უახლები მეყენა, ბილჩტენები 5100 მოდელები და არავის არ გიჩვენებთ, რომ დააყენოთ ამ მანქანას არ უხდება, მოკლედ ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. ეს უფასო რჩევა ჩემიდან. წინა მხარეს შეიძლება სპეისერი დაიდოს და 5 სანტიმეტრი აიწიოს. 32-იანი საბურავი Pro 4X-ზე ქარხნულად მიდის. ამ მანქანას ეგრევე დგება, არაფერს არ მოედება, ანუ თუ აწევთ 33-იანი საბურავი ისე დგება, რომ არაფერს არ ედება პრაქტიკულად, არის ქარხნულად დიაგონალებზე, ისედაც უფრო მაღლა დგას ბოდიში, მაგრამ ამაზე 32-იანი ისე დგება, რომ ქარხნულად დგება, მაგრამ ეს ხო დაბალია, მაგრამ მაინც დგება. კი, 32-იანი მაინც დგება ქარხნულად და არ ედება არაფერს. 33-იანი შემთხვევაში ორივე სწირდება 5 სანტიმეტრიანი ლიფტი, რომ არ შეგაწუხოთ და არ მოედოს არაფერს. ასევე ერთი თავისებურება, რაც აქვს ამ მანქანებს, Pro 4X-საც და ამასაც, ვისაც ეს მანქანა ყავს და მომზადება გადაუწყვეტია, შეიძლება ბევრმა იცოდეს ან ბევრმა არ იცოდეს, ქარხნულად არ მოყვება თulis ხრის რეგულირების ბოლტები. არ ვიცი, რაზვალნი ბოლტები არ მოყვება, რაზვალნის ბოლტები, რომელიც თვლების შეყრის რეგულირების ბოლტები არ მოყვება, რომელიც კუთხეს უწვლის და თვალს იმით, ანუ აბა ხისტად არის? ხისტად არის, უბრალოდ ბოლტი აქვს შიგნით გაყრილი. ანუ მანქანას რო აწევთ, რაზვალს ვეღარ გაასწორებთ, ყველამ გაითვალისწინეთ, მარტივად იყიდება ეგ ბოლტები, ამერიკაში ტონა ყრია, გამოიწერთ, დააყენებთ და ჩვეულებრივად ხდება რეგულირებად. ნისანმა რატო ქნა ეგ? არ ვიცი, თქვენ კითხეთ თუ გინდათ ნისანს. მანქანა გამოუშვა ოფროადისთვის, რომელსაც წინა მხარეს რაზვალი არ რეგულირდებოდა, ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მე თუ მკითხავთ. ჯალამბარის დაყენება ნებისმიერ მანქანაზე ისაც შესაძლებელია. ამ მანქანას ქვევიდან დამცავები დიაში აღარ ჭირდება, იმიტომ რომ აქ ამას შეგიძლიათ რა ვიცი გამოიწეროთ, გააკეთებინოთ ნებისმიერი მოდიფიკაცია დამცავების როგორც თქვენ მოგიხარდეთ. ვიცი რა კითხვა მექნებოდა, რეალურად ჩვენ თავის დროზე შენს რატომაც არ მოგეწონა ეს მანქანა, იყო დაკიდების სისტემა. ნუ ერთი წინ ახსენე რომ ბილშტეინები დააყენე 5100 სერია და არ უჩვენდა ბილი აღმოჩნდა, ვერ იჭერდა უკანა მხარეს. და აი ამ დროს კიდე განსხვავება ის იყო რომ უკანა მხარე, როდესაც იყო რესორები, იყო ძალიან ზედმეტად ხისტი. მოდი ასე ვიტყოდი, ანუ იდეაში პრობლემა ამ მანქანის არის ის, რომ უკანა მხარეს რო არის რესორზე, ძალიან ხშირად მოძრაობის დროს ეგრეთ წოდებულ ატმონიქს, ანუ რეზინას, რომელმაც არ უნდა გაუშვას უკანა მხარეს ხიდი ანზევით ან ქვევით ძალიან, იმ რეზინას ურტყავს სულ.
განსაკუთრებული პრობლემა მქონდა 33-ებზე რომ გადავედი, აი საერთოდ ვეღარ იჭერდა უკანა მხარეს და გზაზე რომ გავიდოდი, რაღაცა პატარა იამკაში რომ ჩავარტყავდი, ბრაგაბრუგის ხმა გაქონდა სასწაული. ამიტომ ალბათ მაგის მოსაგვარებლად პირველ რიგში არის რომ სწორი ამორტიზატორი შევარჩიოთ და არ დავაყენოთ ბიშტეინ 5100-ები, რომელიც ვერ იჭერდა უკანა მხარეს. და მეორე ბევრნაირი რესორი იყიდება. ხო, რესორი. კი, რომელიც ქარხნულზე ბევრად უკეთესად მუშაობს. გამიგია რომ Airbus რესორი, რომელიც რეალურად უფრო ცოტა არის რაოდენობაში, თუმცა უფრო ხისტია, თვითონ მასალა საერთო ჯამში უფრო უკეთეს შედეგს იძლევა. უფრო კარგად იჭერს და უკანა მხარეს ბევრად აუმჯობესებს. ანუ წინა მხარესთან პრინციპში ხა დიდი პრეტენზიები არ გვაქვს, ჩვეულებრივად მუშაობს დაგიდება, სტანდარტული დაგიდება. აი უკანა მხარეს არის ეგ დარტყმები საიდანაც მოდის. ანუ ეგ არის ძირითადად გამოსასურებელი ნაწილი. დუბლი მეორე, კადრი პირველი. კაი, გადავიდეთ, მოდი ეხლა შევაფასოთ ამ მანქანების პლუსები და მინუსები. და დავიწყოთ რა თქმა უნდა ტრადიციულად პლუსებით და ყველაზე დიდი პლუსი რა შეიძლება იყოს. მე მაშინ ვიტყვი და თუ ვემთხვევით თქვათ. ჩემი აზრით ამ მანქანის ყველაზე დიდი პლუსი არის მისი ხელმისაწვდომობა და ფასი. კი, მართალია, ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრი, როდესაც ეს მანქანები კეთდებოდა და ზუსტად მაგას მიაღწიეს. ფასი არის უდიდესი პლუსი ამ მანქანების. ზოგადად მაინც რო გითხრათ წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რავს გულისხმობთ დიდ პლუსში, აი კონკრეტულად ეს მანქანა რო ავიღოთ, რომელიც ახალი ჩამოყვანილი არის 2014 წლიანი, დაახლოებით 80,000 მილი აქვს გარბენი, არის საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში, დაზიანება ჰქონდა ძალიან მინიმალური, ანუ ერთ კვირაში ეს მანქანა აიწყო და გაკეთდა, მხოლოდ აქეთ ამ კრილო იყო გაღუნული, გასწორდა და მეტი არაფერი არ დაჭიროებია, დაჯდა დაახლოებით $9,500. მაგ ფასში ამერიკიდან ფორანერი რო იყიდოთ, დაახლოებით იგივე დაზიანებით, იგივე გარბენით, SR5, ანუ არა TRD, ალბათ დაჯდება მინიმუმ ყველაზე ცოტა 15, მაგრამ იქნება ძალიან ცუდი ეგზემპლარი. ხო, შესაბამისად ფასი არის, აუც ყველაზე დიდი პლუსი კი არა, ძირითადი ის, რატოს ფიქრობს ხალხი ამ მანქანის ყიდვას. Pro 4X0 ვიფიქროთ, უნდა დავუმატოთ რაღაც 2-3 2-3 პლუს წევინა. გააჩნია როგორ მანქანას იყიდი. კი, ეს ფასი არის უდაოდ ყველაზე დიდი პლუსი. შემდეგი პლუსი არის ის, რომ საკმაოდ კარგი ძრავია რეალურად, ანუ თვითონ შეგრძნებების დონეზე აღნიშნულ ფასში, რასაც გთავაზობთ Nissan-ი, არის საკმაოდ კარგი. მისაღები და მარტივი. და მარტივი, ხო. მესამე პლუსი ალბათ არის ის, რომ საკმაოდ გავრცელებულია და ის პრობლემებიც, რაც ვახსენეთ, რომ იქ რაღაც ფეჩის პლასმასები ტყდება, ბოლტები არა აქვს არეგულირო, სიმაღლეს რეგულირებისთვის რესორების კიტი, ასე შემდეგ, ანუ წვრილმანი აქსესუარები შოუნადია, მანქანაზე ინფორმაცია მოძიებადია და შესაბამისად ამ მინუსების გამოსწორება შესაძლებელია. ესაც ყველაფერი შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოიძიოთ, საკმაოდ პოპულარული მანქანა ამერიკაშიც, უკვე საქართველოშიც ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, ის არ შეგვიშლის ხო ხელს? იყოს. რა ვიცი, ალბათ. თვითფრინავს ზემოთ. გადი შეკავდა ჩაუწიე ჯიგარო. ბიჭო, მზე გადავიდა ყინვა წამოვიდა. გავიყინეთ. კიდე რამე პლუსი გვაქვს? მე მეტი პლუსი არ მახსენდება. თუ ვინმეს რამე პლუსი გახსენდებათ, კიდე რომელიც ჩვენ ვერ გავხსენეთ, დააკომენტარით, აი. აი აქ დააკომენტარით, სხვაგან არა, აი აქ. ეხლა მინუსებზე ცოტა მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ, მაგრამ ნუ ეს ბუნებრივიც არის, რა უნდა ითქვას. ანუ ფასი თავის ფასი მანქანაზე რაღაცებს განსაზღვრავს და ეგ არის ნორმალური სუმაგას ვიძახი. ტყუილა არ ღირს ის ფასი ეს მანქანა რაც ღირს და მათ შორის ტყუილა არ ღირს ის ფასი რაც ღირს Toyota B. არ გეწინოთ XTR-ების მფლობელობა და სხვა მანქანების მფლობელებო. კი, აი ყველაფერი რეალურად, ანუ როგორც კი თუ რამე პრეტენზია გიჩნდება, რომ გინდა კომფორტული იყოს მანქანა, იყოს მაგალითად კარგი ხმის იზოლაცია, გინდა მატერიალები, ანუ როგორც კი მაგაზე დაიწყებ ფიქრს და მაგ კუთხით შეხედავ ამ მანქანას, ანუ ეგრევე აღარ უნდა იფიქროთ. არა, ხო, ანუ ეს დეტალები უკვე ძალიან ცუდია, მაგრამ მაგ კუთხით რო არ შევხედოთ, ზუსტადაც ეგ იყო განსაზღვრებული, რომ უტილიტარულ დონეზე და ფასის დონეზე მართლა კარგი. სხვა მინუსი, მე მაქვს მეორე მინუსი, ჩემთვის ისე ყველაზე დიდი მინუსიც რჩება ამ მანქანის უკანა მხარეს დაკიდება, რომელიც ქარხნულ შესრულებაში არის კატასტროფა ჩემი პირადი აზრით, ძალიან ცუდად მუშაობს უკან რესორი. რაღაცა მოდიფიკაციები ჭირდება, რომ ცოტა აზზე მოიყვანოთ. ანუ ეს არ შეგექმნებათ პრობლემა ქალაქში სასიარულოდ, ბაკურიან შესასვლელად, ჩამოსასვლელად და შემდეგ თუ ჩვენნაირად იყენებთ, მაგალითად თუშეთში დადიხართ ყოველ წელს, არ ვიცი, სვანეთში მიდიხართ და დადიხართ უგზოობაზე, ძალიან დამღლელია გრუნტიან გზაზე. აი კატასტროფული
შეგრძნებებით დავბრუნდი მე თუშეთიდან ამ მანქანით რო ვიყავი რამდენი დღეში გაყიდა. ხო, იქიდან ჩამოსდა რამდენი დღეში გავყიდა და ვიყიდე პაჯერო 3, რომელიც უფრო კომფორტული მეჩვენებოდა ვიდრე ეს მანქანა. დავამატებ ესო, თუ ვინმე კიდე რამე სხვა მინუს მოიფიქრებთ ამ მანქანისას, გარდა წვისა. წვით ახლა Forerunerიც ესე წვავს, ესაც ესე წვავს, JX ეგრე წვავს და ბენზინი დიდი ჯიბი ყველა თითქმის ერთ და იგივე წვავს. დაახლოებით რავი 18 ლიტრას წვავს, ხო? აი დააქნია უბრალოდ. 18 ლიტრას წვავს ქალაქშიო. ტრასაზე 11-12. მოუნდობელთა. ხო, მაგას არ განვიხილავთ. თუ რამე მინუსი გამოგჩა და თქვენ თვლით რომ მინუსი, აი აქ და ისევ აქ დააკომენტარეთ. რა თქმა უნდა, დაგვიკომენტარეთ, გითხარით, რომელი მანქანებია კიდე თქვენთვის საინტერესო, ამას ყველაფერს ვინიშნავთ, Xterra იყო მოთხოვნილი, შესაბამისად შემოგთავაზებთ. ერთს დავამატებ ახლა სანამ ბოლომდე დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გწერს და გთავაზობთ თავის მანქანას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს გითხოვია თუ არ გითხოვია, მოგდის უამრავი შემოთავაზება, რომ წაიყვანეთ ჩემი მანქანა და გატესტეთო. ყველას თქვენ ძალიან დიდი მადლობა და ყველას ვიმახსოვრებთ, ანუ ვიწერთ ბლოგნოტში და ყველა ჩამოგივლით ნელ-ნელა. არო მართლა ყველას მოვალ და ოღონდ კარგი განზრახვებით ხვალოთ, რომ რაც უფრო მეტ მანქანაზე გადავიღებთ ესეთ რევიუს, მე მგონი თქვენთვის ყველასთვის უკეთესი იქნება. კარგი, მოკლედ, მადლობა გაარხის გამოწერისთვის, დაგვიკომენტარეთ და ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.